სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო პატიოსანო მამანო დედებო ძმებო და დებო გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თესბიტელის ხსენება წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენება და დღეს ჩვენ ასევე აღნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღეს. ამიტომ განსაკუთრებით საზეიმო განწყობაა იყო დღევანდელ წირვაზე წმინდა ილია თესბიტელი წინასწარმეტყველი მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე 10 საუკუნით ადრე. მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში იმ საქმეების და სასწაულების გამო, რომლებიც მან აღასრულა იუდეის და ისრაელის სამეფოებში. წმინდა ეკლესია მისდამი მიზღვნილ ლოცვებში, საგალობლებში მას უწოდებს წინასწარმეტყველთა საფუძველს, მიწიურ ანგელოს და ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს, რითაც ცხადყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დიდი წმინდანისადმი. მას ეწოდება წინასწარმეტყველთა საფუძველი იმ მოშურნეობის, ღვთისადმი ერთგულების და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმამაცისთვის, უშიშრობისთვის, რაც მან გამოავლინა თავისი ღვაწლის და თავისი ცხოვრების დროს. და რატომ საფუძველი? იმიტომ რომ ეს თვისებები არის ყველა წინასწარმეტყველის და მოძღვრის ღვაწლის აუცილებელი პირობა და წარმატების აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველი, ვინც მოღვაწეობდა ძველ აღთქმის პერიოდში, შთაგონებული იყო წმინდა ილია თესბიტელის პიროვნებით და მაგალითით. მას როგორც გითხარით ეწოდება ასევე მიწიური ანგელოზი, იმიტომ რომ ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. წირად იკვებებოდა ძალიან, კაცრი მარხველი იყო და დიდ საღვთო საქმეებს აღასრულებდა. და იყო იგი ანგელოზების მსგავსად ღვთის ნების მაუწყებელი. ანგელოზი ხომ რას ნიშნავს? წარგზავნილს, მაუწყებელს. და აი ილია თესბიტელიც იყო მაუწყებელი და გამცხადებელი ღვთის ნებისა. იგი ამბობდა და ქადაგებდა იმას, რასაც ღმერთი უბრძანებდა უხთოთა სამხილებლად. იგი იყო სრულიად გამორჩეული და უნიკალური ადამიანი ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად იყო ატაცებული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით და მას ჯერ კიდევ მოელის გარდაცვალება, როდესაც დედამიწაზე ჩამოვა, იქადაგებს და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ასეთია უძველესი საეკლესიო გადმოცემა. და სწორედ ამიტომ ძვირფასო ძმებო და დებო, მას ეწოდება იესო ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი. როგორც იცით, პირველი წინამორბედი ვინ იყო? წმინდა იოანე ნათლისმცემელი. აი იესო ქრისტეს მეორე დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თესბიტელი, რომელიც როგორც გითხარით იქადაგებს ანტიქრისტეს პერიოდში, ბოლოჟამის პერიოდში, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა სამყაროს განსასჯელად, როცა იქნება საშინელი სამსჯავრო. აი ამრიგად წმინდა წინასწარმეტყველი ილია ჩვენთვის არის დიდი მაგალითი
ღვთისადმი ერთგულების, მოშურნეობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების, დაცვის და ქადაგების, სიმამაცის და შეგვაძლებინოს მისი ლოცვით უფალმა, რომ ჩვენს მოშურნეობით შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და უშიშრად, მამაცურად ვაღიაროთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი სიტყვითაც, ჩვენი საქმითაც. მოგეხსენებათ, წმინდა ილია თესბიტელი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის. ვინაიდან მისი წმინდა ხალენი ჩამობრძანებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ 6 საუკუნით ადრე ჩვენი ერის მოქცევამდე და მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული და აი მას შემდეგ წმინდა ილია თესბიტელი არ გტოვებს ჩვენ საქართველოს, ქართველ ხალხს არ აკლებს თავის მეოხებას და შეწევნას და ეს მათ შორის გამოვლინდა განსაკუთრებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელსაც ჩვენ ასევე დღეს აღნიშნავთ. ეს მოხდა 325 წელს ზუსტად ამ დღეს ილიაობას. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულთა სწორი დედოფალი ნანა ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია წმინდა ნინომ, მას შემდეგ რაც იგი ძიმე სენისგან განკურნა. მაგრამ დედოფლის მოქცევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მეფე მირიანს მიეტოვებინა წარმართული თავისი რწმენა. მას თვითონ უნდა ეხილა რაღაც სასწაული, რომ ერწმუნა და ასეც მოხდა. ერთხელ იგი წავიდა სანადიროთ, სწორედ აი ამ დღეს, ილიაობა დღეს, თოთის მთაზე და უეცრად უკუნის სიბნელე ჩამოწვა. მეფე ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მუხლებზე დაეცა და თავის კერპებს სთხოვა დახმარება. მაგრამ სინათლე არსაიდან არ იყო. შემდეგ სასოწარკვეთილებაში მყოფს მას გაახსენდა წმინდა ნინოს ღმერთი და მას მიმართა იესო ქრისტეს. და სთხოვა გამოეხსნა აი ამ სიბნელიდან და აღუთქვა, რომ თუ დაეხმარებოდა, ის მიიღებდა ქრისტეს რჯულს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მან ეს ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და სინათლემ დაისადგურა. გაოცებული და გახარებული მეფე ბრუნდება მცხეთაში, მიახლება წმინდა ნინოს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა ასწავლა. აი ძვირფასო ძმებო, ამრიგად სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც მეფე მირიანი მობრუნდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ. და ამას რა მოყვა შემდეგ? მთელი ქართლის მოქცევა, ნათლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. და აი სწორედ ეს დიდი მოვლენა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიით გამოცხადება, მოხდა 1700 წლის წინ, უпростоრედ გაისაცრულდება 1700 წელი. და ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად უკვე წლევანდელი წლიდან. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამისთვის მომზადება. ჩვენი სურვილია, რომ ამაში ჩაერთოს ყველაზე ფართო წრეები, რაც კი შესაძლებელია, ჩვენი მთელი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. და ჩვენ დღეს შევთხოვოთ წმინდა ილია თესბიტელს,
რომ ღირსეულად შეგვაძლებინოს ამ დიდი თარიღის და დღესასწაულის აღნიშვნა. ძვირფასოს მებო და დებო, როგორც გითხარით, დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღე. ჩვენ განსაკუთრებით ვხარობთ ამ დღით ყოველთვის, რადგან მას არაერთ გზის უთქვამს, რომ მთელი მისი ღვაწლი და ცხოვრება შთაგონებულია წმინდა ილია თესბიტელის მაგალითით. და შეიძლება ითქვას, რომ დღეს თვითონ უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი აი იმ თვისებების, რომელზეც მე მოგახსენე და რომლებიც არის წინასწარმეტყვეთა მსახურების საფუძველი. ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა. მიულოცოთ გულითადად დიდი სიყვარულით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე, წმინდა ილია თესბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაახაროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მისცეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.